ურთიერთბრალდებები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გახმაურებულ საქმეში. კომპანიის მთავარი ბუღალტერის ბრალდებებს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პასუხობს. არჩილ საბუტაშვილის განცხადებით კომპანიის კუთვნილ თანხას თამარ ფხოველიშვილი კაზინოში აგებდა. ფხოველიშვილის დაცვის მხარე კი საბუტაშვილის დაკითხვას კიდევ ერთხელ მოითხოვს და აცხადებს, რომ ის ეგრეთ წოდებული კახური კლანის წევრია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვია ჯანყარაშვილი ლობირებს. აღნიშნული ბრალდებები და მათზე პასუხები გიორგი მაზმიშვილმა მოისმინა. ბინები იყიდა, მანქანები იყიდა და 9 მილიონით შემოკარგებო ინტერნეტ მაღაზიებში რაღაც ნივთები რო შეიძინა, იქ როგორ არის ერთი ამის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ამ განცხადებას კომპანიის ყოფილი მთავარი ბუღალტრის პატიმრობაში მყოფ თამარ ფხოველიშვილის მიერ მედია საშუალებებში გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ აკეთებს. არჩილ საბუტაშვილის თქმით, ფხოველიშვილი დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე კვლავ წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობდა. შესაბამისად, ანგარიშებიდან თანხას სწორედ ამ პერიოდში ითვისებდა და ასობით 1000 ლარი კაზინოებში თამაშის დროს წააგო. 2.200.000-დან მე დირექტორი თუ ჩემი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი 1.500.000-ზე მეც 1.600.000 ფხოველიშვილს ვატანდი და 600.000 მე ვიტოვებდი. ჩვენ რა თქმა უნდა მოვთხოვთ მხარეს გვიმტკიცონ იმ დანაშაულის შესახებ, რომელშიც მათ ასე თუ ისე კითხვები გააჩნიათ ბატონი არჩილის მიმართ. კიდევ ერთი ბრალდება, რომელზეც საბუტაშვილს განმარტების გაკეთება მოუწია, მისი და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე არსებული დიდი ოდენობით თანხის არსებობაა. საბუტაშვილის თქმით, მის ოჯახს ეს შემოსავალი ბიზნესიდან აქვს, რაც შეეხება ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩილ საბუტაშვილს საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი ლობირებდა. საბუტაშვილი ამ უკანასკნელთან მეგობრობას არ უარყოფს, თუმცა დანაშაულებრივ ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს. ზვიად ჯანყარაშვილი ჩემი მეგობარია. ეხლა რა შეეხება კახურ კლანს. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ კახური ეგრეთ წოდებული რაღაც კლანი მემაფარებდა ხელს, როგორ დაიწყო გამოძიება, იცით საერთოდ? ვინ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს? დავით ჩავლიაშვილმა, ვინაიდან მე უკრაინაში მოღვაწეობდი და ბიზნესმენი ვიყავი, აღარ არის 2012 წლის 20 ნოემბერს. ჯერ მე დირექტორიც რო არ ვიყავი, მამა ჩემს ვაჟა საბუტაშვილს თავის პირად ანგარიშზე ანაბაზი აქვს შეტანილი 175.000. ერთი ამისენით, ესეთ დიდ განცხადებებს რო აკეთებენ და არაფერი არ ქონიათ და წყალწაღებულები რო იყვნენ და რაღაც, მაგრამ თუ არ გონია თვითონ ცალსავი კავეშით რომ მოვიდე ჩვენც ესე ვიყავით. მსჯავრდებულ თამარ ფხოველიშვილის უფლებადამცველები არჩილ საბუტაშვილის დღევანდელ განცხადებას არ ეთანხმებიან და საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ. ადვოკატების თქმით, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების გამო პროკურატურამ საბუტაშვილი კიდევ ერთხელ უნდა დაკითხოს. ერთ-ერთი საქმეზე დაკითხული მოწმე უშუალოდ განმარტებას იძლევა, რომ მისი საზოგადოებრივი ცხოვრების პერიოდში, ანუ საბუტაშვილის საზოგადოებრივი ცხოვრების პერიოდში ხშირად აქედან თანხას უგზავნიდნენ მეგობრები, რაც მიანიშნებს იმ გარემოებას, რომ ფინანსური მდგომარეობა თუნდაც კონკრეტული პიროვნების მთლად სახარბიელო არ იყო. ფხოველიშვილის უფლებადამცველები გაერთიანებულ კომპანიაში ფინანსური დარღვევების არსებობას არ უარყოფენ, მაგრამ აცხადებენ, რომ დაკავებული ფხოველიშვილი საბუტაშვილმა ერთდროულად დაასაქმა წყალმომარაგების კომპანიასა და გარემოს დაცვის სამინისტროში, რათა წყალმომარაგების კომპანიიდან თანხების უკანონოდ გადინების კვალი წაშლილიყო. ხდებოდა 0070 ანგარიშიდან გადარიცხვები ხელოვნურად შექმნილ კომპანიებზე თანხების და ეს თანხები ამ ადამიანს გამოქონდა ნაღდის სახით და ნაღდი ფულის სახით მიქონდა ბატონი საბუტაშვილის მოთხოვნის თანახმად მასთან. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მთავარი ბუღალტერი და კიდევ ორი პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 23 თებერვალს კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ფაქტზე დააკავა. სასამართლომ ბრალდებულები თამარ ფხოველიშვილი, ზურაბ ნუცუბიძე და ნათია ნავროზაშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ფხოველიშვილს და ნუცუბიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ნათია ნავროზაშვილს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.